ლანდშაფტი რო წარმოიდგინოთ როგორც ომის კაბინეტში, ლანდშაფტი რო წარმოიდგინოთ უკრაინის, ბრძოლები მიდის ქარსაცავებზე. ეს ცენტრალურ ნაწილზეა საუბარი, საზღვისპირა და ჩრდილო ნაწილი გამოვაკლოთ. ქარსაცავები რაც წარმოიდგინოთ, ეს არის ტყის ზოლი, ხეების ზოლი, რომელიც 15-დან 20 მეტრამდეა სიგანის. და აი ამ ქარსაცავებს შორის არის სწორი ადგილი, სწორი მოსწორებული ადგილი, გადახნული როგორც წესი იყო ყოველ შემთხვევაში, ახლა გადახნული არის ბომბებისგან, რომელიც მანძილი არის კილომეტრნახევრიდან 2 კილომეტრამდე. აი ეს კილომეტრნახევრი 2 კილომეტრი თავარი არის აი ეს გამენაირად შეასრულა აი ამ ხეების ზონაში. ეხლა შემოდგომა მოდის ფოთოლის სანგრების როლს ასრულებს ესე სანგრების როლს ასრულებს, ასე თუ ისე დამცავია იგივე FPV დრონებისგან რაღაც ხეები და ეს ხეს უშლიან, მაგრამ ეხლა ფოთოლი ჩამოცვიდება, ეხლა აი აქ დამალვაც უკვე გრთულდება. ყველა დიდი დანაკარგი დანაყოფებს აქვთ, როდესაც შედიან პოზიციაზე და როცა გამოდიან პოზიციაზე, როტაციის პერიოდში იღება ყველაზე დიდ დანაკარგს. ეს ეხლა არის აი ამ ომის ესეთი რეალობა, ესეთი მოცემულობა, აი რობოტიზაციის ეს მოცემულობა სანამ არ შემოვა დამატებითი ფაქტორი როგორც ფაქტორი ისეთი როგორც მაგალითად ეხლა რასაც ძალიან აქტიურად მოქმედებენ ანტიდრონული დაცვები, რომელიც უფრო აქტიური იქნება რა. ეხლა მაგალითად ესე უბრალოდ საინტერესისთვის ლეონიდასი გამოცადოს ამერიკელმა, ეს არის მაღალი სიმძლავრის მიკროტალღოვანი დანადგარი, რომელმაც 671-დან 71 დრონი ჩამოაგდო, ეს არის ტალღების გამოსხივება, რომელიც ელექტრობას სრულად შლის. და სადეს და 51 დრონი ერთდროულად ჩამოყარა კიდე ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, ახლა პირველ მსოფლიო ომთან ანალოგიაში ხშირად გვესმის და რაღაც ერთი ფაქტორი არსებობს ისეთი როგორც იყო მაგალითად ტანკი, ასე ხშირად გვესმის ისიც რომ ამ ომში პირველ მსოფლიო ომთან პარალელსაც მათ შორის მაგიტავლებენ რომ ეს ადამიანური რესურსის მნიშვნელობა მაინც ძალიან დიდი დარჩა და არ არის ეს ომი როგორც ფუტურისტულ ფილმებში იყო წარმოდგენილი რომ აი თანამედროვე ომი შეიძლება ყოფილიყო და რა არის ეგ მთავარი ფაქტორი რამაც შეიძლება გადაწონოთ. იცი მე აი ამას უძახდი აი მეორე თაობის ომს ან პირველ მსოფლიო ომს მაღალ ტექნოლოგიურ მეორე თაობის ომს ანუ მაღალ ტექნოლოგიურ პირველ მსოფლიო ომის სახე გვაქვს ჩვენ. ეს არის იგივე დომინირება артиლერიის ადამიანური რესურსის და ამავე დროს რობოტიზაცია გარკვეულწილად აი ამ ფრონტის ხაზის ეს ეხება არა მარტო თქვა ჰაერს, არამედ ახლა მაგალითად ბოლო პერიოდში უკრაინის ველზე დაიწყეს გამოყენება ბრიტანული რობოტი ძაღლების, რომელსაც 4 საათი შეუძლია მოქმედovat 13 კილომეტრამდე მოდის ეს შეუძლია თვალთვალი აწარმოოს, რომელსაც შეუძლია დანაღმა აწარმოოს, რომელსაც შეიძლება თვით კამიკაძეს როლი შეასრულოს და ასე შემდეგ. ანუ ვითარდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგი ომი ესეთი აღარ იქნება, ჩემი გადასახედიდან, ვინაიდან უკვე შესაბამისი ზომების მიღება ხდება მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის აი ამ ომისთვის დამახასიათებელი, როდესაც საჰაერო უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს. აი ჰაერში ბატონობა ვერ მოიპოვოს და შესაბამისად ახლა დრონების, აქეთ-იქით ამ დრონების უპირატესობა ნამდვილად არის. რო გადავხედოთ, თქვენ იმას რომ დაუბრუნდეთ კითხვას, ძალიან იმაში წავედით ტექნოლოგიაში. ძალიან საინტერესო. რო გადავხედოთ, რო დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, კარგი არმიისთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. თვეიმას პერიოდს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქ საუბარია რუსეთს. მარტში რუსეთს წინა მარტს რუსეთმა დაიკავა 125 კვადრატული კილომეტრი წინსვლა შეძლო აი ამ 2000 კილომეტრიან წაზმ. შემდეგ მაგალითად აგვისტოში მისი წინსვლა იყო 550 კვადრატული კილომეტრი. უკვე სექტემბერში 450. მე ოქტომბერში 200 კილომეტრამდე დავიდა და ესე ნელ-ნელა ჩამოძა, რასაც ვუბრუნებთ იგივე ამინდების გამომდებიდან გამომდინარე ვითარება იქნება. მე არ ამგონია რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა რაღაც მნიშვნელოვანი შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ 3 კილომეტრამდე არიან ფაქტიურად დონბასის საზღვართან, მაგრამ საზღვარი ეს არაერთი წერტილი, მაგრამ ეს უნდათ პიარისთვის. აი ჩვენ გავედით, საზღვარზე გავედით, აი ეს 3 კილომეტრი კონსტანტინოვკა მიმართულება და აი კუპიანსკის და კონსტანტინოვკის მიმართულებებზე ბრძოლები მიდის. აი როგორ არის იცით რომ ეგევე
ძალიან ხშირად არის ხო ამ პრესაში და მედიაშიც დობროპოლიეს სოლი ან დობროპოლიეს გარღვევას რუსებმა რომელიც განახორციელეს მე უკრაინელებმა მოკვეთეს და ეხლა ანადგურებენ იმ ალყაში მოქცეულ რუსებს რომელიც დასახმარებლად რუსებმა თავისი კიდევ გააგზავნეს ახლა ხან ჯავშანი ტექნიკური ჯავშან სატანკო კოლონა იქნა განადგურებული უკრაინელების მიერ ისე რომ ვერც კი მიაღწიეს ფრონტის ხაზს აი ამ მიმართულებაზე ანუ არის მეტრებზე საუბარი. მეტრი წინ, მეტრი უკან, ასე შემდეგ. აი, რამდენი ხანია უკვე გვესმის ეს და დანაკარგი რამდენია? დანაკარგი ხო თვითონ ტრამპმა თქვა $1,000,000 ხო ეს. მარტო აი ამ 9 თვის განმავლობაში ხო, 9 თვის, 8 თვის, ბოლო 8 თვის განმავლობაში, ნუ ამ წელიწადს. რუსეთის დანაკარგი დეზერტირების სახით 25,000-ია და დაახლოებით ჩვენ შეაღებულ ძალების რაოდენობა. მხოლოდ დეზერტირები ერთ წელიწადში რუსეთის შეაღებულ ძალებს. ხო, ერთ ცალკე